გახარიას პარტია ერთი წლის მერე რატო შევიდა პარლამენტში? შაშან ხომ ბოიკოტს უცხადებდა? გახარია, რა უნდა გითხრა? არც არაკაცია. ეგ ყველაფერს კადრებელია. გახარიას პარტია ერთი წლის მერე პარლამენტში რატომ შევიდა? რა მიზეზით? უვიდა და ესენი ყველანი აფირისტები არიან შვილო. რა იყო მაშინ და ახლა გამოკეთდა? ბავშვი ერთისთვის რო გახდება გვიანია უკვე მაგის გაზრდა, დამთავრდა ის ამბავი და ახლა ამ ხნის კაც გამოასწორებს ვინმე რა? თქვენ რას გვეტყვით? არაფერს. არა ვიცი, ლეგიტიმაცია თუ უნდათ? არა მწამნენ. რა ვიცი, მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა და როგორი ძახნა კიდე არალეგიტიმურები არიანო ვერ გავიგე. რამ განაპირობა გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლა ერთი წლის მერე? უნამუსო კაცია. გახარიას პარტია პარლამენტში ერთი წლის მერე რატომ შევიდა? არ ვიცი, ვერ გეტყვით. სულელები არიან და იმიტომ. გახარია? ვინ არის ეს გახარია? პოლიტიკაში იყო საერთოდ მაგაც? და რა გააკეთა რო? რაღაც ამოუცნობი პიროვნება, ვერაფერს ვერ ვიტყვი, იცი? არ შემიძლია გახარიაზე რამის თქვა. თქვენი აზრით გახარიას პარტია ერთი წლის მერე რატომ შევიდა პარლამენტში? წარმოდგენა არა მაქვს, მე მგონი ბევრს არა აქვს წარმოდგენა. თქვენი აზრით გახარიას პარტია შარშანდელის მერე წელს რატომ შევიდა პარლამენტში? ეკონომიკური, ფინანსური მომენტის გამო. თქვენი აზრით მარტო ეს არის მიზეზი, თქვათ რამე პატრიოტული შინაარსი არ შეიძლება რა ქონდეს მიზეზი? ყოვლად გამორიცხულია, მე ვიცნობ, ვინც არიან ეს ადამიანები და არაფერი სხვა არ არის საერთოდ. არავითარი თავისი პროგრამა, პოლიტიკური მწამსი ხედვა არაფერი არ არის. ერთი წლის შემდეგ რატომ შევიდა გახარიას პარტია პარლამენტში? შარშან ბოიკოტს უცხადებდა, წელს შედის პარლამენტში. ვერ გეტყვით. ისე რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე? არასწორია ჩემი აზრით. რატო ხარ დაახასიათებთ გახარიას როგორც ოპოზიციონერს, როგორც მართველი იყო ნახეთ? არ ვიცი, ჩემი აზრით, როცა ხარ გუნდში, უნდა იყო გუნდში. მაინც ყოველთვის ღალატი მგონია წასული. გახარიას პარტია რატომ შევიდა ერთი წლის მერე პარლამენტში? ძალიან გაინტერესებთ მაგაზე კითხვა. ხალხისაც გვაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ? შარშან ბოიკოტი გამოუცხადეს არ შედიოდნენ. წელს რას ფიქრობთ? იმას ფიქრობ, რომ რა ვიცი, ეხლა რაღაც ცუდად გამომივა რა, ცოტა თავმოყარეობა უნდა კონდეს პოლიტიკაშიც. გასაგებია, რომ რაღაცა იქ არის, რომ მარტო მაგაზე არ არის, ქვეყანას როგორ ჭირდება, ზოგჯერ ცუდი რამე შეიძლება გაკეთდეს, როგორც ეხლა ქართველი მეფეები ჩალმას ეხურავდნენ, მაგრამ ჯვარს ატარებდნენ, იმიტომ რომ ქვეყანას ჭირდებოდა. რაღაცა, მაგრამ ესენი რომ ეგრე აზროვნებდნენ, ძალიან ეჭვი მეპარება რა. ცოტა მოლოდნელი იყო და ვაღიარო. რა ვიცი, მე ველოდი რომ არ შევიდოდა, მაგრამ ყველაფერი ხდება. გახარია როგორც ოპოზიციონერი, როგორ შეაფასებთ მას? სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვემხრობი მის პოლიტიკას და ამიტომ მეც ვერაფერს გეტყვით. რამ განაპირობა გახარიას პარტიის ერთი წლის მერე პარლამენტში შესვლა? ამბიცია, რომ კიდევ ერთხელ უღალატონ ქართულ ხალხს. მგონი მეტმა არაფერმა.